სამედიცინო ტურიზმის რუბრიკას წარმოგიდგენთ მედიკალ პარკის კლინიკების ქსელი 26 მულტიპროფილური კლინიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა უნდა მოგიყვეთ ისტორია ერთ ახალგაზრდა მებრძოლ ძალიან ძლიერ გოგონაზე, რომელსაც ქვია ლედი მეგრელიშვილი, რომელმაც თავისი შეუპოვარი ბრძოლით ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოიტოვა უკან. დაამსხვრია სტერეოტიპიც, ახლა ლედი თავად მოგუღობა თავის ისტორიას სიუჟეტის მეშვეობით და შემდეგ სტუდიაშიც მასწავლებს. მე ვარ ლედი მეგრელიშვილი, 23 წლის. ფეხის ტკივილი დამეწყო დაახლოებით 9 წლის ასაკიდან. ტკივილებს მე ვმალავდი 6 თვის განმავლობაში. მიზეზი ის იყო, რომ დავიბადა იმ რეალობაში, როდესაც ჩემი და-ძმა უკვე გარდაცვლილი იყვნენ. საკმაოდ მწვავე დიაგნოზით, სიმსივნით. და რაღაცნაირად ვცდილობდი, რომ ამ პრობლემის დამალვით საფრთხე და ნერვულობა ამერიდებინა ჩემი მშობლებს. გარდა ამისა, ცეკვავდი წლების განმავლობაში, ძალიან მიყვარდა ცეკვა და მაშინებდა ამ ჩემი საყვარელი საქმიანობის დაკარგვის შიშიც. დედამ გაიგო პირველად ეს ამბავი შეამჩნია, როდესაც ვკოჭლობდი. მიმიყვანა ექიმთან, იმავე დღეს წავედით. და აქედან უკვე დავიწყეთ დიაგნოზის ძიება. 6 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა დიაგნოზის გაგება, რის გამოც წავედით თურქეთში, გავიკეთეთ კვლევები და იქიდან დაახლოებით 2 კვირაში მოვიდა პასუხი, რომ დიაგნოზი იყო ოსტეოსარკომა, ფეხის ძვლის ავტუსებიანი სიმსივნე. თავიდან ოსტეოსარკომა როგორც სანამ არ დავგუგლა და არ მოვიძია ინფორმაცია, არაფრის თქმელი არ იყო ჩემთვის. ვერ ვიაზრებდი რამ ხელა პრობლემასთან მქონდა საქმე. და პირველად მითხრეს, რომ რაღაც დიდი ხნის განმავლობაში მომიწევდა მკურნალობა. 9 წლის ლედით გადმოსახედიდან დაახლოებით ეს დიდი პრობლემა და დიდი ხანი იყო მაქსიმუმ 2-3 თვე. როდესაც გავიგო, რომ შეიძლება 2-3 წელიც კი გაწელილი იყო ეს პროცესი, მაშინ მივხვდი, რომ რეალურად იმაზე ბევრად დიდ პრობლემასთან მქონდა საქმე, ვიდრე მე წარმომედგინა. 2 წელიწადი და 8 თვის განმავლობაში უმეტესად ვიყავი ხოლმე ყოველთვის თურქეთის კლინიკაში. იქვე გაკეთდა ოპერაცია, შედარებით ექსპერიმენტული. ოპერაცია შედარებით ნორმალურად დამთავრდა. პირველ ეტაპზე კურნალობა დავამთავრე, სიმსივნე აღარ მქონდა, მეცა სპეციალური ორთეზი, რომელსაც გადავაადგილდებოდით ასევე ყავარჯნები და დაახლოებით 2 წელიწადი ვცხოვრობდი ამ ცხოვრებით. 2 წლის მერე დამეწყო ისევ ტკივილები, ამჯერად ბარძაყის არეში. გავიარე ზუსტად იგივე გზა, ისევ ქიმიოთერაპია, ოპერაცია, ქიმიოთერაპია და ამ დროს საბოლოოდ დავუსვი წერტილი სიმსივნეს და ოსტეოსარკომას. ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა რეალურად, იმიტომ რომ კურნალობა დავამთავრე, ვიცოდი რომ ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა იყო დამარცხებული, მაგრამ კარგად მაინც არ ვიყავი, მაყოფილიც არ ვიყავი. ამ დროსთან ძალიან ბრაზდებოდი ჩემს თავზე, იმიტომ რომ მეგონა რომ მართებდა მეტი მადლიერება და კმაყოფილება ყველასა და ყველაფრის მიმართ. იმიტომ რომ ბევრი ჩემი მეგობარი ამ დიაგნოზს სამწუხაროდ ცოცხალი ვერ გადაურჩა და მეორე მხრივ იმ ახალ რეალობასაც ვერ ვეგუებოდი, რომელიც თურმე უნდა გამხდარიყო ჩემი ყოველდღიურობა. და ეს პერიოდი ყველაზე რთული იყო ალბათ ემოციური კუთხით, იმიტომ რომ რითაც შემთავს ვიცნობდი, რაც შემადმხდი და თქოს აღარაფერი აღარ მქონდა. რაღაც აქტიური ცხოვრებიდან მივედი იმამდე რომ 2 ყავარჯანზე ვიყავი დამოკიდებული, ვერ დავდიოდი, ვერ მოძრაობდი და რაღაცნაირად ადაპტაცია ცოტა ემოციური კუთხით უფრო გამიჭირდა. ფეხი ვერ ხორცდებოდა, ძალიან ბევრჯერ მოხდა ისე რომ მეტალი ხან ძვალი ჩატყდა, რის გამოც ყოველთვის მესაჭიროებოდა ხოლმე აღდგენა და ოპერაციები. ამ დროს გავიცანი პირველად გიორგი ექიმი, ბატონი გიორგი ლორია, მივედი მასთან საშინელ მდგომარეობაში. დაახლოებით ლეგოს კონსტრუქცია რომ მიუტანო ადამიანს, ოღონდ ნაწილების და ინსტრუქციის გარეშე. დაახლოებით მსგავსი მდგომარეობა მქონდა, მაგრამ მოახერხა გიორგი ექიმა რომ ააწყო ჩემი ფეხი. მგონი 2 ჯერ ააწყო ახლიდან.
ჩემი ფეხი, რაც იმ მდგომარეობისთვის უდიდესი შვება იყო, საშინელი ტკივილები მაწუხებდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს იყო რაღაცნაირად დროებითი გამოსავალი და ცხოვრების ყველაზე დიდი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ იყო მისაღები და განსახორციელებელი. მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ცხოვრების გასაგრძელებლად ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა ფეხის ამპუტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გადაწყვეტილება შედარებით მარტივად მივიღე, იმიტომ რომ შენი ანიშნავს ყოველთვის უკეთეს და თუ რაიმე იმდენად გაწუხებს, რომ შენ ყოველდღიურობას გიფუჭებს, აუცილებლად უნდა მოიშორო, თუნდაც ეს იყოს შენი ორგანო, იმიტომ რომ არაფერი ტოქსიკური ადამიანებს არ გვეხმარება ჩვენი მომავლის განვითარებაში. გულწრფელად ასე მჯერა და ასე მგონია, რომ მაგ ყველაფრის მერე დავიწყე ცხოვრება. აქამდე რაღაცნაირად უბრალოდ მეგონა რომ ვარსებობდი, ახლა ვარ შემდგარი ადამიანი, აქტიური, ტყუები ყოველი წუთით.